საქართველოს სამთავრობო დელეგაცია სოჭის ოლიმპიადაზე არ გაემგზავრება, გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა მიიღო. ირაკლი ღარიბაშვილის პოზიცია მისაღებია როგორც საპარლამენტო უმრავლესობისთვის, ისე უმცირესობისთვისაც. პოლიტიკოსებისგან განსხვავებით კი არასამთავრობო სექტორი ითხოვს, რომ სოჭში არც სპორტსმენები გაემგზავნონ. ამ თემაზე ჩვენ დისკუსია გვქონდა, მთავრობამ გადაწყვიტა, რომ სოჭში სამთავრობო დელეგაცია არჩევა. სპორტსმენები მიდიან, პოლიტიკოსები რჩებიან, ასეთია პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება. ღარიბაშვილი მიზეზებს არ აკონკრეტებს, თუმცა ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა სოჭში არ უნდა ჩავიდეს. პრემიერს ეთანხმება მმართველი გუნდი, მინისტრები და დეპუტატები სოჭში გამგზავრებას არ აპირებენ. ჩვენ თავიდანვე თქვით, რომ სპორტი არ უნდა გავაიგივოთ პოლიტიკასთან შესაბამისად, თუ ჩვენი მოწინააღმდეგე მხარე სპორტს იყენებს პოლიტიკური ინტერესებისთვის, ჩვენ არ უნდა გამოვიყენოთ პოლიტიკური ინტერესებისთვის. აქედან გამომდინარე, ის აზრი, რომ სპორტსმენებმა უნდა მიიღონ ასეთ დიდ სპორტულ ფორუმზე მონაწილეობა, ეს ერთმნიშვნელოვნად არის და საქართველოს დროშა უნდა ფრიალებდეს ოლიმპიადებს. საქართველოს მთავრობის და ხელისუფლების წარმომადგენლები არ დაესწრებიან ოლიმპიადეს. რატომ? ბევრი მიზეზი არსებობს ამისთვის, მე მგონი, ამას აღარ განმარტავთ. ერთი რომ ჩვენი ოლიმპიური ნაკრები სპორტსმენები წავლენ, ასევე კომიტეტის წარმომადგენლები ოლიმპიური. ეს აუცილებელი პროცედურა. მთლიანობაში ეს გადაწყვეტილება არის მართებული, სწორი. ჩვენი სპორტსმენები მონაწილეობას ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში რამდენადაც გადაწყვეტილია მიიღებენ. ჩვენ უნდა ვიცოთ ერთი რამ, ჩემის აზრით, სპორტი არის სპორტი, ოლიმპიადა არის ოლიმპიადა. და ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები, მით უმეტეს ისე დაძაბულ ფონზე, რასაც ქართულ-რუსული ურთიერთობები ქვია, არის აბსოლუტურად სხვა საკითხი. ყოველი აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს იყო აბსოლუტურად სწორი და ადეკვატური გადაწყვეტილება. სამთავრობო ბოიკოტს მიესალმება ნაციონალური მოძრაობა. ოპოზიცია მათ მიერ გაკეთებულ იმ კომენტარებს იხსენებს, სადაც ხელისუფლებას სოჭის ოლიმპიადაზე უარის თქმისკენ მოუწოდებდნენ. ეს არის სწორედ ის მიმართულება, რაზეც ჩვენ საუბრობდით. ჩვენ თვლიდით, რომ საქართველოს ოფიციალური დელეგაცია არ უნდა წასულიყო სოჭში და არ უნდა დამდგარიყო პუტინის გვერდზე, იმ ადამიანის გვერდზე, რომელიც დღესაც მართლხარდებს გვივლებს საქართველოში და რომლის ჯარსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%. ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ ასეთი ტიპის გამგზავრება სამთავრობო დელეგაციის იქნებოდა ძალიან უხერხული და დამამცირებელი საქართველოსთვის. მთავრობის გადაწყვეტილება მოსწონს არასამთავრობო სექტორს. ორგანიზაციები, რომელთა ინიციატივითაც სოჭის ოლიმპიადის წინააღმდეგ პეტიცია მომზადდა, ფიქრობენ, რომ სპორტულ ასპარეზობაზე არც ქართველი სპორტსმენები უნდა წავიდნენ. 30,000-მდე ხელმომწერი ითხოვს სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტს, ანუ ჩვენი სპორტსმენების მიერ მონაწილეობის არ მიღებას ოლიმპიადაზე. შესაბამისად, გამომდინარე იქიდან, რომ მთავრობა მსგავსი პოზიცია დააფიქსირა, ვთვლი, რომ ეს არის მათი პოლიტიკური გადაწყვეტილება და მათი პოლიტიკური დამოკიდებულება სოჭის ოლიმპიადის მიმართ, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ კიდევ არსებობს შესაძლებლობა იმისა, რომ ხელისუფლებამ განიხილოს სრული ბოიკოტი საქართველოს მონაწილეობისა სოჭის ოლიმპიადაზე. მთავრობის პოზიცია სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებით ღარიბაშვილმა დღეს ექსკლუზიურად Russia Today-ს გააცნო. ამავე ინტერვიუში პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ შესაძლოა ყოფილ პრეზიდენტს გამოძიების კითხვებზე პასუხების გაცემა მოუხდეს.